შემდეგი კონკურსანტი მომღერალი მამუკა ტორონჯაძეა. როგორც თავად ამბობს, ერთ დროს ბრიტანეთში პოპულარული იყო. ახლა კი ნიჭიერში ცდის ბედს. მე ვარ მამუკა ტორონჯაძე, 48 წლის თბილისიდან. One day I saw you in June. კომპოზიტორად ვთვლი ჩემ თავს და მე ჩემი სიმღერები წარმოვაჩინე. ინგლისში ვცხოვრობდი, დავუახლოვდი განსაინტერესო მუსიკოსებს, და წარმოიდგინეთ, ძალიან პოპულარული გავხდები. და პრესაშიც მოვხდი, შეგიძლიათ სამართად მეიღოთ. გონდელი სიმღერა ეხება ახალ წელს. ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც გილოცავთ ახალ წელს. თავარია სიმღერა იყოს კარგი, დანარჩენი სეზონის არა აქვს მნიშვნელობა. სეზონი როგორ მოეწონებათ ნახე. ისე წარმატებებს და მოვისმინოთ ერთი სიმღერა. შოუ ჩამიტარე, შოუ. გამარჯობა. გამარჯობათ. გაგვეცანით თუ შეიძლება. მამუკა ტორონჯაძე. რას წარმოგვიდგენთ, რას საქმიანობთ? ჩემს საკუთარ სიმღერას ახალ წელზე. კარგით, მაშინ დავიწყოთ, აბა. საინტერესოა. ასაწვისი კარგია. აბა Lincoln. გაგიშდა. აბა ვინ იქცევათ და ვინ უჯერებს მშობლებს? 12 საათი აგერ უკვე. ფეიერვერკი. მელოდიური სიმღერა. ადვილად დასამახსოვრებელი სიმღერა. ვოკალზე არც ამაქვს პრეტენზია. ვოკალზე არც უნდა გქონდეს პრეტენზია. ხო, მართალია ის, იმასაც კი იძახით, რომ არ გაქვთ პრეტენზია, რომ იმღეროთ, მაგრამ სიმღერას მარტივ სიმღერასაც კი სჭირდება ისეთი ვოკალი, რომელიც უფრო ლამაზ გახდის სიმღერას. კარგით, მე მგონი შეფასებაზე უნდა გადავიდეთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომაც მაინტერესებს. მადლობა. ბატონი მამუკას კიდე სხვა სიმღერა რა იქნება? და ვიტყვი კის. ერთი კი გვა გეგასგან ხალხი რომ თქვენ ეს იცით რას ნიშნავს? ოჰოჰო, თოლის ბაბუა ერთი კი გვაჩუქა. სუსტი ნომერი იყო, ამიტომ მე ვიტყვი არას. იქვე ერთი არასოფოსგან რა დაგვრჩა, ნეტა რა მოხდება? სიმღერას მე თვითონ ვერ ვაფასებ, უბრალოდ შეიძლება მაყურებლის რეაქციით მივიღო გადაწყვეტილება, არ ვიცი. მაყურებელი არ ახარ შეტა. ფაქტობრივად მაყურებელი ვარ. არ იყო ისეთი ძალიან ქუხილი რეაქცია. ჯობებს რომ თქვა არა. ანუ გადაწყვიტა ამას, თქვა სიმღერის მომავალი და არა უკვე. ნახამდის, კარგი. ნახამდის. მამუკა ტორონჯაძეს სიმღერამ გეგა ხასიათზე მოიყვანა. დოლიზა. შემდეგ კონკურსანტებზე შიურის აღარ უყოყმანია. ნიჭიერის სცენაზე საქმე კარგად წავიდა.
ვაიმე! ეს ორი ერთნაირი ტყუპები ხარ? ბანიკო. რა ქვიათ? სალომე, მარიამი. ჩვენ უნდა წარმოგიდგენთ თვით ნასწავლ ტანვარჯიშს. მართლა თვით ნასწავლები არიან, ხო? ეს ყველაფერი თქვენ თვითონ სახლში ისწავლეთ? დიახ. ამას თუ ასე სახლში აკეთებენ, მე არ ვიცი. მაშინ მათთან სახლში უნდა ვატაროთ ბავშვები. მოამზადონ სხვები. გელოდები ჩემ დექტორში. გაგვეცანი თუ შეიძლება? ქალაქ ქუთაისის საესტრადო ორკესტრი ბენდი არის. გისმენთ. სუპერ დაბოლოება იყო ნამდვილად ერთად ჟღერდით და ამიტომ მე ვამბობ კის. ერთი კი გვაქვს. მე უბრალოდ ვამბობ კის. სამი კი გაქვს გადასული ხარ შემდეგ. გელოდები merci მადლობა. მე ვარ ლამია ამირასლანოვა, 9 წლისა ვარ მარნეულიდან. იმედი დაწელი. ვიზაბები რა? ვიზაბები რა. აუგლია ბავშვი, მაუგლია. არაჩვეულებრივი პლასტიკა ყველანაირად აჩვენე, ასე რომ მართლა ძალიან მომეწონა ყოჩა. არაჩვეულებრივი ბავშვი. გადასული ხარ შემდეგ დროში. ოპა. გამარჯობა. გამარჯობა. რა მხიარული გოგოა რა. მაზია, ლამაზია. ხასიათი აქვს დაჭერილი ზუსტად. მოძრაობები მართლა ძალიან შთამბეჭდავად შეასრულა. Ზე გადავთარგმნი. Она сказала, что მოდი ვიტყვი კის, იმიტომ ხიარული გოგოა. მეც ვამბობ კის. ხოლა სწორ ხარ შევიდან. სწორი, აბა რა. მეც ვამბობ კის. Спасибо большое.